შენი აზრით არჩევანია მსხვერპლის როლში ყოფნა? ალბათ კი, ხო? ცხადია. როდესაც მსხვერპლის როლში ხარ, ის ნელ-ნელა ისე მოგწონს, რომ სესიაზე მოსული ადამიანები ხშირად ყველაზე მეტად ვინმეს დაკარგვას კი არ განიცდიან. აი, სეპარაცია პარტნიორთან პირობითად ყველაზე მეტად განიცდიან აი ამ მსხვერპლის როლში და ტრავმასთან მიჯაჭვულობაზე, რომ უნდა მოხდეს ნელ-ნელა მოშორება. არ უნდათ. და რა არის კიდე ყველთავარი, რომ მე თუ ხვდები, რომ არას თქმა არ შემიძლია და სხვაზე მორგებული ფსიქოტიპი ვარ, ის სხვა რა სიტყვის ხო, people pleaser-ებს რას ვეძახით რა? მანიპულატორი ვარ. და მსხვერპლი ყველა ვარიანტში მანიპულატორია. მე თუ არას თქმა არ შემიძლია მანიპულატორი ვარ? კი, იმიტომ რომ თუ არას თქმა არ შეგიძლია, ყველა ვარიანტში ხარ სხვაზე მორგებული ფსიქოტიპი. ნუ სხვებისთვის აკეთებ ყველაფერს და ყველა ვარიანტში მანიპულატორი ხარ. იმიტომ რომ ქვეცნობიერში მოლოდინი გაქვს აუცილებლად, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენ მე დამინახო, რომ მე კარგი გოგო ვარ და მე დავიმსახურე.